ლიტერატურული საღამომშვიდობისა სრულიად საქართველოს. დღეს შაბათია 21 საათი, რაც იმის მაუწყებელია, რომ ტელეკომპანია ქართულის საეთერო ბადეში თქვენ თვალყურს ადევნებთ ლიტერატურულ შემეცნებით გადაცემას ქუჯის დროა. გადაცემა, რომლის იდეა ფიქსი მთავარი მიზანი გახლავთ საქართველოში კულტურული, სახელოვნებო, ლიტერატურული პროცესების საინფორმაციო მხარდაჭერა, გაშუქება, ლიტერატურის პოპულარიზაცია და ამ გადაცემას აქვს კიდევ ერთი ძალიან სიმბოლური იდეური ჩანაფიქრი. იცით რომ ჩვენს ქართულ ისტორიულ მეხსიერებაში ქუჯი დალიქილია როგორც ერთიანობის სიმბოლო, როგორც პარალელი და ყველაზე კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება, აღდგენა. ამდენად ქუჯის ამ გადაცემას აქვს ასეთი სანუკვარი იდეა, მიზანი, ამოცანა, სურვილი, როგორც გინდა ისე დაარქვით, რომ ლიტერატურა გახდეს ის ხიდი, სივრცე, სადაც ადამიანები დაბრუნდებიან უპირველეს ყოვლისა ერთმანეთთან და ერთად მყოფი ადამიანები ლიტერატურის სახელით უკვე ჩვენ შევძლებთ აი ამ სანუკვარი მიზნისკენ სვლას. დღეს შაბათია 21 საათი, მე ამირან ჯანჯღავა გახლავართ და ჩვენ საუბრობთ ლიტერატურაზე. დღევანდელი გადაცემის ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლური სტუმრები მინდა გაგაცნოთ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი ბატონი კონსტანტინე გამსახურდია, ამავდროულად მთარგმნელი, მწერალი, მეცნიერი, დიპლომატი და ძალიან ბევრი რეგალია, რომელიც თქვენთან მიმართებით შეიძლება აისახოს, აქ შემოვიფარგლები. ძალიან კარგად გიცნობთ თქვენი ოჯახიდან გამომდინარე, თქვენი ბიოგრაფიით ქართველი მაყურებელი და არა მხოლოდ მაყურებელი და ბატონი ბესო გვაზავა, რომელიც გახლავთ ლიტერატურულ კონკურს ფესტივალ ქუჯის დამფუძნებელი. წინა სიტყვაობაში, სანამ მე უკვე სტუმრებთან გადავიდოდე, შეკეთებით კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ლიტერატურა ყოველთვის იყო ის საცავი, ის კათარზისი, სივრცე, რომელშიც ყველა ის მნიშვნელოვანი კომპონენტი, ისტორიული ღირებულება და ფასეულობაა შემონახული და გადარჩენილი, რამაც ჩვენი იდენტობა, თვითყოფადობა განაპირობა კიდეც და სახელმწიფოებრიობა მოგვიტანა. ამდენად ჩვენ ვაგრძელებთ აი ამ ისტორიულ ხაზს და პირველი შეკითხვით გადავალ ახლა მე ბატონ კონსტანტინესთან. მოგესალმებით ბატონო კონსტანტინე. მოგესალმებით, მიესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. და მაინტერესებს უშუალოდ იმ მნიშვნელოვანი თემატიკით დავიწყოთ უკვე მე-8 წელია, რაც ქართულ ლიტერატურულ კონკურს ფესტივალთა შორის ძალიან ისეთი მაღალი სანდოობით, ობიექტურობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა ლიტერატურულ კონკურს ფესტივალი ქუჯი. და თქვენ, როგორც ვიცით, აი ამ ფესტივალთან ძალიან აქტიურად, ეფექტიანად თანამშრომლობთ. ბოლოს თქვენ დაჯილდოების ცერემონიალზე სიტყვითაც გამოგბრძანდით და მაინტერესებს თქვენი შეფასება, მოსაზრება ზოგადად აი ამ ფესტივალ კონკურსების საჭიროების და ზოგადად თანამედროვე ლიტერატურული პროცესების შესახებ. რა თქმა უნდა, ჩვენს ფესტივალს, რომელიც თქვენ ახლა ახსენეთ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დღევანდელ საქართველოში. ის არ არის არც ელიტარული, ის არ არის კლანური თავისი არსით და არ უკავშირდება რაღაც პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, კონსტელაციებს, მოდით ესე ვთქვათ. არამედ ის მართლაც სახალხო ფესტივალია. სწორედ ამის გამო ჩვენ დავუჭირეთ მხარი ჩვენ ბიბლიოთეკამ და გავხდით ასევე ერთ-ერთი ასე ვთქვათ კონტრიბუტორი, წლის შემომტანი ამ ფესტივალის მიმდინარეობას, მის შედგომას, რაც შეეხება. მე მახსენდება ერთი ესეთი ცნება, საციცოცხლო სივრცეს უკავშირდება მე-19 საუკუნეების მიჯნაზე ავსტრიელ პოეტს ჰუგო ფონ ჰოფმანსტალს, რომელმაც წაიკითხა ლექცია ვენაში ლიტერატურა როგორც ერის საციცოცხლო სივრცე. ნამდვილად ჩვენს შემთხვევაშიც ასეა, შეიძლება ითქვას, თუ პარალელს გავავლებთ, ის მართლაც საციცოცხლო სივრცეა და როგორ არის იცით, რომ ის უკავშირდება პირდაპირ ერათქმნადობის პროცესს. ხა იმას შეიძლება ეგონოს, რომ მე თითქოს ისევ ვფიქრობდი, რომ ჩვენი ერი შექმნილი არის, რა თქმა უნდა, ის ჩამოყალიბებულია და ის 2000 წელზე მეტია, რაც არსებობს როგორც სამეფო საეკლესიო ერი, რომელიც სხვადასხვა არის იმავდროულად კულტურნაცია, შეიძლება ასე ვთქვათ მას. და ქუჯიც აი ამ როგორც ისტორიული ფიგურა ამ ყველაფრის დასაწყისში დგას. ანუ კულტურა იყო ის, რამაც გააერთიანა სხვადასხვა
ლანდშაფტებში მცხოვრები და ჩვენი ქვეყანა მართლაც მდიდარია თავისი ლანდშაფტებით, აი სხვადასხვა ლანდშაფტებში, სხვადასხვა კილოკავებზე მოლაპარაკე ჯგუფები, სუბეთნიკური, ესე ვიტყოდი, სუბეთნიკური, იმიტომ ეთნოსი მაინც ეს მონათესავე, ეს ქართველური, საერთო ქართველური კულტურული სივრცეა, ენობრივი სივრცეა და რა ჩვენ ასეთნაირად მოვედით მე-19 საუკუნის ბოლომდე, შემდეგ უკვე 19 საუკუნეში ინდუსტრიულ რევოლუციასთან, მსოფლიოში ეს ინდუსტრიული რევოლუცია ფესვი რომ გაიდგა, რაღაცნაირად გავრცელდა და ასე ვთქვათ, დაიწყო ჩამოყალიბება თანამედროვეებმა, მინდა რომ მაინც მცირე და ნიუანსური განსხვავებები თქვა რა განსხვავება არის აი ამ ძველ ერსა და ახალ ერად ჩამოყალიბება დაიწყო არა და ეს უკავშირდება ისეთ ფიგურებს როგორც სოლომონ დოდაშვილი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, ალექსანდრე ორბელიანი, შემდეგ უკვე ილია და მისი თანამოდასენი და ეს ყველაფერი დაგვირგვინდა უკვე 1918 წელს უკვე ჩვენი ერის სახელმწიფოს ჩამოყალიბებით დაფუძნებით, მოდი ესე ვთქვათ, მაგრამ პროცესი გრძელდებოდა, შემდეგაც გრძელდებოდა და დღესაც გრძელდება. აი ეს ვიგულისხმე, როდესაც ვამბობ ერის სასიცოცხლო სივრცეს და აი ამ ერადქმნადობის პროცესს. ილიას დროს მაგალითად ილია აღნიშნავს, რომ როდესაც კითხავ ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს, რომ გულისხმობს ორ გუბერნიას გულისხმობს, ორი გუბერნია იყო არა. ვიკითხავ ქართველი ვინ ხართო, არავინ არ გეტყვის რო ქართველი ვარ. შეიძლება აქეთ აღმოსავლეთში ვიღაცა მაინც გითხრას, უფრო შეიძლება კახეთში გითხრას ვიღაცა, მან ქართლში არსად მეტი არსად არ გეტყვიან რომ ქართველი ვარ. აი ეს არის სწორედ ის ამოცანა, რომელიც დღეს განვითარება ამ პროცესისა, ერადქმნადობის პროცესის. გულისხმობ ერის სახელმწიფოს გულისხმობ, რომელიც განსხვავდება თავისი ნიუანსებით სამეფო საეკლესიო ერისგან. მაგრამ თანამედროვეობაში დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენი კლასიკა, რომელიც შეიქმნა სწორედ იმ სამეფო საეკლესიო ერში, ახალ დროშიც დაფასებული იქნეს ჩვენს მიერ, ახალ დროშიც ახლებურად იქნეს დანახული, ახლებურად იქნეს გააზრებული. ანუ ერთი მიმართულება არის ჩვენი კლასიკოსების მიმართ პატივისცემა და მეორე ეს არის უკვე ახალი ლიტერატურული პროცესი, რომელიც სულ მიმდინარეობდა პრაქტიკულად ის არასოდეს არ ჩერდებოდა ყოველთვის რაღაც ახალ ფორმებს წარმოქმნიდა. ეს იყო სწორედ ჩვენი გაინტერესება, ანუ ეს იყო ის ძირითადი მომენტი, რის გამოც ჩვენ დავინტერესდით ამ ფესტივალით და ხარი დაუჭირეთ. უნდა მოხდეს წარმოჩენა ახალი ავტორებისა, რომლებიც რა თქმა უნდა წერენ ქართულ სალიტერატურო ენაზე და ამავე დროს ისეთი ავტორები, რომლებიც ჩვენ საერთო ქართულ ენებზეც ქმნიან ტექსტებს. ჩვენმა ბიბლიოთეკამ ასეთი რუბრიკა შექმნა ჩვენი საერთო ქართული სალონჯე, ანუ ჩვენი საერთო ქართული ენები და პირველი რაც ჩვენ გავაკეთეთ, ეს იყო ჭიჭონაიას რომანის ბჟამორინელის გამოცემა, ის ჩვენ გამოვეცით და გეგმავთ სვანურ ენაზეც გამოვცეთ, წყოვათუშურ ენაზე, ანუ ბაცბურ ენაზეც გამოვცეთ წიგნები. და რასაკვირველია, ქართული სალიტერატურო ენა ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის სწორედ ის დუღაბი, რომელმაც შეკრა ეს საქართველოს ერთიანი კულტურული სივრცე ჩამოაყალიბა. რაც შეეხება კულტურულ მეხსიერებას, კულტურული მეხსიერების მოვლა და მისი განვითარება ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამისთვის არის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა მოწოდებული. ჩვენ არა ვართ მხოლოდ წიგნსაცავი, არამედ ჩვენ ძალიან საინტერესო სამუზეუმო ფონდები გაგვაჩნია, არტეფაქტებით, ძალიან მნიშვნელოვანი არტეფაქტებით, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი არქივი, სადაც არის არაერთი მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენასთან, პერიოდთან, ასევე მნიშვნელოვან პირებთან, ისტორიულ პირებთან დაკავშირებული მასალები დაცული.
და შენახული ჩვენთან. აი ეს არის ყველაზე არსებითი ჩვენი ბიბლიოთეკის არსებობასთან და მის განვითარებასთან დაკავშირებით. კეთილი. ძალიან დიდი მადლობა, საკმაოდ ისეთი ამომწურავი, შინაარსობრივი, ქრონოლოგიურად არგუმენტირებულად გაჯერებული ექსკურსი იყო. მეც რეპლიკის სახით გავაგრძელებ და აბსოლუტურად მინდა გავიზიარო თქვენი პოზიცია ხედვა და დაგეთანხმოთ კიდევ ერთხელ, რომ ჩვენი ცნობიერების ინჟინერია, არქიტექტურა თავიდან ბოლომდე ბაზისურად ეფუძნება აი ამ ლიტერატურულ ფასეულობათა აი ამ იერარქიას, რითიც ჩვენ შინაგან კვების პროცესს მუდმივად ვინარჩუნებთ და თუნდაც ის პოსტულატი, რასაც ილია ყოველთვის აპელირებდა, მოძრაობა და მოძრაობა ზუსტადაც ლიტერატურული მოძრაობითაც არის გაჯერებული, გაგრძელებული და გადარჩენილი. მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ, ბატონო ბესო. მე მადლობა ვახსენე და მადლობა ისეთი ცოცხალი, მაგიური და ჯადოსნური სიტყვა, ეს მადლობა კიდევ ერთხელ მე მინდა გავაჟღერო ტელეკომპანია ქართულის მისამართით, რომელმაც დაგვითმო საეთერო დრო და აქვე გულისწყრომა გამოვხატო იმასთან მიმართებით, რომ სამწუხაროდ ქართული მედია მაინც და მაინც არ არის დაინტერესებული და განებივრებული მსგავსი ლიტერატურული შემეცნებითი გადაცემებით, რაც ვფიქრობ, რომ 1-1000 უფრო გემოვნებიან საინტერესო შინაარსიანს გახდიდა პროცესს, ანუ მედიასა და ტელემაყურებელს შორის. ახლა რომ დაუბრუნდეთ ისევ ლიტერატურულ პროცესს ქუჯის. მე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ვადევნებ თვალყურს, რიგ შემთხვევებში მე ერთი პერიოდი მონაწილეც გახდით და თითქმის არ შემხვედრია არც ერთ ეტაპზე ისეთი მონაწილე თუ დამკვირვებელი თუ გულშემატკივარი, ვისაც რაიმე ფორმით ეთქვას და საპირწონედ ან საეჭვოდ დაეყენებინოს ქუჯის სანდოობა, ჟიურის გადაწყვეტილებათა მიღების პროცესი, ამავდროულად ხარისხობრივი მხარე და ასე შემდეგ. მაინტერესებს თვითონ ქუჯი როგორ ახერხებს აი ამ რთულ ბატონმა კონსტანტინემ კარგად შენიშნა, მენიშნა კიდეც რომ აი ამ კლანურ, კლასტერულ, ეგრეთ წოდებულ ელიტარულ კონკურსთა შორის ყოველგვარი ფინანსური რესურსების და მხარდაჭერის მიღმა ამ ენთუზიაზმით როგორ ინარჩუნებს მოძრაობას და პირიქით არათუ ინარჩუნებს კვალდაკვალ პერიოდულად ვითარდება და იზრდება. მოგესალმებით, სანამ უშუალოდ ამ კითხვას გავცემდე პასუხს, მანამდე ბატონ კონსტანტინეს გამოვეხმაურები, მან აღნიშნა, რომ 19 საუკუნეში ქართულმა მწერლობამ და მწერლებმა ილია ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით ფაქტობრივად მოამზადეს ნიადაგი იმისათვის, რომ 1918 წელს გამოცხადებულიყო საქართველოს დამოუკიდებლობა. ძალიან დიდია ქართველი მწერლების როლი ჩვენი დამოუკიდებლობის შექმნაში. ეს მაშინ პირველი რესპუბლიკის დროს, მაგრამ არანაკლები და მე ვიტყოდი, რომ და არ ვიქნებით სუბიექტურები და მიკერძოებულები, ძალიან დიდია როლი ზვიად გამსახურდიასი და მერაბ კოსტავასი, რომლებიც მხოლოდ იმიტომ კი არ არიან დასაფასებელები და გმირები, ეროვნული გმირები, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ისინი 37 წლის განმავლობაში დაუღალავად ერთგულობდნენ იდეას, რასაც საქართველოს დამოუკიდებლობა ერქვა. 1918 წლის 26 მაისის დაკნინება არამც და არამც არ შეიძლება, მას თავისი ისტორიული ღირებულება აქვს, მაგრამ როგორც იმდროინდელი დიდი ქართველები წერდნენ, ეს იყო ნაჩუქარი ცხენივით მოპოვებული დამოუკიდებლობა, რასაც ვერ ვიტით 1991 წლის 9 აპრილზე. ეს არის ბრძოლის და სისხლით და ერთგულებით მოპოვებული დამოუკიდებლობა, რომელსაც გაფრთხილება, რომელსაც შენარჩუნება და რომელსაც ძალიან დიდი პატრიოტიზმის გზნობა უნდა. თუ დიდ ერებში პატრიოტიზმი მეტ-ნაკლებად შეიძლება მინავლებული იყოს, პატარა ერებში ეს აუცილებელია და ზუსტად რომ ბატონი მერაბის, ბატონი ზვიადის და იმ ერთეული დიდი ადამიანების, ეროვნული მოღვაწეების კვალდაკვალ უნდა შევძლოთ ჩვენ, რომ ქუჯის სახელით ქართველიერი სახელით ისე მოვახერხოთ გაერთიანება. ბოდიშის მოთხოვნით ბესო უფლებას ვერ მიცემთ ჩემთავს, შინაგანი მოთხოვნილება მაქვს და მორალური ვალდებულებაც, რომ სადაც ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ახსენებენ, ჩემი ღია პატივისცემა არ გამოვხატო ამ ორი სულით
კლდე, ბუმბერაზი, ტიტანი ადამიანების მიმართ და ყოველთვის ვამბობ, აი ძალიან მარტივი გახდა დღეს თვალსაჩინო შედარება, კრიტიკული ანალიზი. ეგრეთ წოდებულ თავისუფლების კვალდაკვალ ჩვენ ბევრ პროცესებს დავაკვირდით და იმ ეგრეთ წოდებულ სირთულეებში სხვადასხვა ეპითეტით მოიხსენიებენ, რასაც არ ვეთანხმები ხოლმე ძველ ეპოქას. ბატონი ზვიადის და ბატონი მერაბის სამეთყოლო ლექსიკა, მათი ტემბრი, შინაარსობრივი მხარე, ემოციური გამოტანა, სათქმელი, ჩვენთვის არის სამაგალითო ქრისტიანობა. უბადლო ცოდნა. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ჩვენ ვართ ვეფხისტყაოსნის სამშობლოდან, რომელმაც ევროპული კულტურის ფორმირების პროცესში ძალიან დიდი თანამონაწილეობა წვლილი შეიტანა და არაერთი ისეთი ღირებულება მისცა მსოფლიო ლიტერატურას თუ მსოფლიო კულტურულ ცნობიერებას. შორს ვარ წავიდეთ, მოდი ვთქვათ, ალტრუიზმი, მოდი ვთქვათ, მერიტოკრატია, მოდი ვთქვათ, ისეთი ამბები, როგორიცაა კოსმოპოლიტიზმი, იგივე ვაჟაზე პატრიოტიზმი რო ახსენეთ, ხო, თანხმდებით, რომ რატომღაც თითქოს და ამ ორი ცნების ერთმანეთის დაპირისპირებაში მოყვანა ცდილობენ და რატომღაც აუცილებლად უნდა იყოს გლობალისტები, კოსმოპოლიტური აზროვნება, დედამიწის მიმართ თანაგრძნობა უნდა კონდეს, მაგრამ ვაჟაც ამას ამბობდა, კოსმოპოლიტიზმი თუ ნებისმიერი დიდი ღირებულება იწყება პატრიოტიზმით. პატრიოტიზმის გარეშე და მიღმა შეუძლებელია ეროვნული თუ პიროვნული, ასე ვთქვათ, რეალიზება და შედგომა. დავამატებ ბატონმა ბესომ სრულიად მართებულად აღნიშნა გამსახურდიას და მერაბოსტოვას როლი, ეს გაგრძელება იყო 1918 წლისა. რა თქმა უნდა და მისი დაგვირგვინება, მისი თქვა სრულყოფა და ახალ ხარისხზე აყვანა. რასაც მერაბოსტოვა თვალსაჩინოს აღნიშნავს თავის ლექსში, და თქვა რომ ორივე ლიტერატურულ პროცესში აქტიურად ჩართული იყო, ამავდროულად ორივე მწერალი იყო, თარგმნელი იმავდროულად ორივეს აქვს პოეტური კრებული, მათ დარჩათ, ნუ ხო დიდხანს არ იცოცხლეს მათ. მერაბი 50 წლისა, მაგრამ იცხოვრეს საუკუნეზე მეტი. ნამდვილად იცხოვრეს საუკუნეზე მეტი და ორივეს დარჩა ძალიან საინტერესო კრებული, პოეტური კრებული, რომელიც ასევე მე საკმაოდ ვეცადე, რომ ის მოსულიყო საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში მოქცეულიყო ეს კრებულები. ამას გარდა მათ აქვს ძალიან საინტერესო ლიტერატურათმცოდნეობითი და კულტუროლოგიური დაკვირვებანი, რომელიც ასევე ერის საგანძურის ნაწილია დღეს. და ალბათ ესეც ნიშანდობლივია. დღეს ჩვენი ბიბლიოთეკა ახორციელებს ძალიან საინტერესო პროექტს, უკვე დაწყებული გვაქვს, ეს არის იმ თვითგამოცემის რეაქტუალიზაცია და ამავე დროს თავიდან უკვე მაღალი ხარისხით გამოცემა. ისევე გამოცემა, როგორც ჩვენ გავაკეთეთ უკვე გიგანტური წიგნის სახით, ეს არის ილია ჭავჭავაძის ივერი 1886 წლისა და ეხლა მუშაობთ 1887 წლის ყველა ნომერზე. გიგანტური წიგნი ეს არის დაახლოებით 1000-ზე მეტი გვერდია. წიგნი არის 55 სანტიმეტრი 42-ზე, წარმოიდგინეთ რა მხელა წიგნია, იწონის 15 კილოგრამს დაახლოებით, უზარმაზარი წიგნი. ჩვენ ასევე გვინდა გავაკეთოთ ოქროს საწვის სულ 4 ნომერი არის გამოცემული, მაგრამ არის დაზიანებული, მოგეხსენებათ, ამას ობიექტური მიზეზები აქვს. დაზიანებული ასოები არ იკითხება, ან გადაშლილია, ან გადათხაფნილია, ეს ხომ იატაკქვეშეთში მზადდებოდა რა და ეს რა კრებულია? ეს არის ის კრებული, რომელსაც გამოსცემდნენ ზვიადგამსახურდია და მერაბოსტოვა 1974-დან 1977 წლამდე. 4 ნომერი მოესწრო და აქ იყვნენ ის ავტორები, აქ იყო ის ლიტერატურა, რომელიც საბჭოურ მეინსტრიმში ვერ მოხვდა, რომელსაც საბჭოური მეინსტრიმი არ ბეჭდავდა. ახლა თვით ვერ ვიტყვით, რომ ახლა ეს ანტისაბჭოთა იყო თავისი ესე პირდაპირ ვერი, ახლა ეს იცით როგორ იყო? ზვიადიც და მერაბიც ცდილობდნენ, რომ კოლიზიაში არ მოსულიყვნენ მაშინდელ კანონმდებლობასთან, ნუ პირდაპირ ახლა განსხვავებული აზრის ჰქონდას, რა თქმა უნდა, აქ ცხადია, ისინი აქ არ გამოირჩეოდნენ იმითი, რომ ჩვენ დავემორჩილებით, არც ერთ შემთხვევაში, მაგრამ ისინი გარეგნულად კანონს არ არღვევდნენ, მაგრამ სამაგიეროდ თავის აზრს ყოველთვის ეროვნულ ხასს ატარებდნენ და ისინი ყოველთვის ამბობდნენ, რომ
ჩვენ ეროვნულ ის რაც ეროვნულია, ამას ყოველთვის ვიტყვით და ყოველთვის დავიცავთ. და სხვადასხვის ის 1978 წელს რომ იყო აი ტაქტიკურ უკანდახევას, რასაც ეძახიან იქაც, ზოგადსახურდია ამბობს, რომ მე ასე ვთქვათ, შეცდომად ჩავთვალე ზოგიერთი ანტისაბჭოური ლიტერატურის ან ტექსტის გამოქვეყნება მართალია, მაგრამ არც ერთი პუნქტი მე ჩემი ეროვნული მოღვაწეობის არ მიყვია. და რატომ, იცით რატომ ეს ძალიან სახიფათო იყო. ეს ეროვნული საქმე ჩავარდებოდა ძალიან დიდ საფრთხეში, იმიტომ რომ მას მოყვებოდა გაძევება. იხდით იმ პროცესებს ძალიან კარგი პასუხი გასცა თვით ბატონმა მერაბოსტავამ და ამით მან დაასრულა ამ თემაზე საუბარი, რომ ამას მოყვებოდა სამშობლოდან გაძევება. აი ეს იყო ყველაზე დიდი საფრთხე საქართველოსთან, საბჭოთა კავშირი ახლა ეს გასაგებია, ეს რა ზონაც იყო და გაძევება ნიშნავდა იმას, რომ აქ მოხდებოდა ყველანაირი ეროვნული საქმე, აქტივობა, საერთოდ რაზე იქნებოდა ლაპარაკი, წარმოიდგინეთ ქვეყანაში, რესპუბლიკაში, სადაც ყველაზე ძლიერი კომპარტია იყო და ყველაზე ძლიერი უშუალოების აპარატი. ანუ ჩვენ გვინდა რომ ეს გამოვცეთ ეს 4 ძალიან შემდეგ გვინდა რომ საინტერესო და საჭირო ლიტერატურული პროცესის ცხადსაქმნელად ძალიან მნიშვნელოვანი გამოცემა იქნება და ძალიან მალე ალბათ იქნება ამის პრეზენტაციაც უკვე რამდენადაც ეს იცით როგორ არის როდესაც ითქმის რომ ესა თუ ის გამოცემა არის არქივში მე პირდაპირ შეხება მაქვს ამ ყველაფერთან და მე დავწმუნდი ერთ რამეში რომ ძალიან ხშირად რაღაცა აკლია ფურცელი შეიძლება აკლდეს შეიძლება ხარვეზიანი იყოს და ვერავინ ვერ წაიკითხოს ანუ არ ჩავთვალოთ ის რომ ჩვენ გვაქვს რაღაცა არქივებში და ეს მართლა რეალურად გვაქვს ჩვენ იძულებული ვართ რომ მივმართოთ სხვა ბიბლიოთეკებს მივმართოთ სხვა არქივებს ჩვენ მაგალითად მივმართეთ ვარშავის არქივს ვარშავის არქივში აღმოჩნდა რომ ომის შედეგად ყველაფერი დაფერფლილია იქაც შეიძლება რაღაცები ყოფილიყო არა მაგრამ ნუ ვარშავა დაიბომბა უწყალოდ და იქ არაფერი არ მაგრამ სამაგეროდ ჰელსინკის არქივშია, პეტერბურგის არქივშია ძალიან ბევრი რამ გადარჩენილი. აი ასე უნდა შევაკოწიწოთ ყველაფერი და შევავსოთ. აი ეს არის ჩვენი მუშაობის ასწორება. ძალიან საინტერესო, საჭირო, ღირებული და ალბათ ამაში იგულისხმება, როდესაც ჩვენ საუბრობთ, რომ თვითყოფადობისთვის საჭირო ყველა კომპონენტი, ელემენტი უნდა გადარჩეს, გადაეცეს თაობიდან თაობას და რეაქტუალიზაცია მოხდეს. ბატონო, ეს ვერ დაგამთავრებინეთ სამწუხაროდ ხუჯისთან მიმართებით. პრინციპში ყოველთვის ამაღელვებელი და სასიამოვნოა, რა თქმა უნდა, ბატონ ზვიაძე და მერაბზე საუბარი იმ პერიოდზე, ეს მართლაც 80-იანი წლები ჩვენ სამწუხაროდ ვერ მოვესწარით, მე და ამირანი ასე ამ შემთხვევაში მაგრამ ყველა ვინც იგონებს ეს იყო ამაღლებული წუთები, იმიტომ რომ მთელი ერი ერთი იდეის გარშემო გაერთიანდა და ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა ის რომ ხუჯმა 2024 წლიდან მოყოლებული დააწესა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად და ამაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ბატონ კონსტანტინე გამსახურდიას ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემია. ჩვენ როგორც ვიცით ეს ადრეც გაიცემოდა, სულ ორჯერ გაიცა წვეტით ზვიადის პრემია, მაგრამ რატომღაც შეწყდა და აი შარშანდელიდან მოყოლებული წელსაც გავეცვით გამსახურდიას პრემია და ორივე ფიქრობ რომ ღირსეული ადამიანი დაჯილდოვდა ერთი გიორგი სიჭინავა, რომელიც ქართულად და მეგრულად წერდა არაჩვეულებრივად და იყო ეროვნული ადამიანი, სამწუხაროდ მალევე გარდაიცვალა და წელს უკვე შაჰნამეს ავტორი, ხშირად ვახსენებთ ხოლმე, რუსთაველის პრემიის ლაურეატი ქალბატონი ბელა შალვაშვილი გახდა ამ პრემიის გამარჯვებული. ჩვენ ერთობლივად ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად გამოვეცით და გაგრძელდება 2026 წელსაც ალმანახი ხუჯი 2024, რომელიც წელს გამოვიდა და წლევანდელი კონკურსის შესახებ ინფორმაციები უკვე 2026 წელს დაიბეჭდება და აქვე დავამატებ იმასაც, რომ 2025 წლის ფარგლებში პრემია ხუჯი ერთიანი საქართველოსი დავაჯილდოვეთ არაჩვეულებრივი მხატვარი უკვე ასაკში მყოფი შესანიშნავი მწერალი ასევე რეზო ადამია, რომელსაც
ასე ვთქვათ, ბონუსად საჯარო ბიბლიოთეკამ გაუკეთა ის, რომ მისი ახალი წიგნი გამოვა 2026 წლის დასაწყისში და ეს იქნება აბსოლუტურად ახლებული ნახატები შოთა რუსთაველის. ანუ უკვე არსებული სტერეოტიპი დაარღვია მან და თავისი წარმოსახვით აშუღური ქუდით რუსთაველი აღარ იქნება, უფრო როგორი იცით, აი გალაქტიონს აქვს ასეთი ფრაზა რუსთაველი მახსოვს ბავშვი, აი დაახლოებით აი ალბათ ამ განწყობის და რაღაცა იესოს თვალებით არის დახატული, ძალიან საინტერესო ნახატებია და რა თქმა უნდა თვითონ ავტორის ტექსტი ერთვის. იცით რა არის, მე მინდა ასევე დავამატო ერთი რამ ვისარგებლო შემთხვევით და ბატონ ლერი ალიმონაკს მიულოცო იუბილე და ფოტოშორის გუშინ მოიტანეს ჩვენთან ხელმოწერები ტერენტი გრანელის გადასვენების მოთხოვნით თაწმინდის წერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში და როგორ არის იცით რომ არიან შემოქმედები და არიან მათი აი ერთი კაცია ხოლმე რომელიც ხრებზეც გადადის ამ შემოქმედის პოპულარიზება. ასე იყო მაგალითად უოლტ უიტმენის შემთხვევაში ემერსონი, რომელმაც თავის თავზე აიღო რაღაც თითქოს უიტმენის ჩვენება სამყაროსთვის, რომ წარმოაჩინა უიტმენი და ამერიკის ასე ვთქვათ წიგნიერ საზოგადოებას გააცნო, ლიტერატურულ საზოგადოებას. ასეთი იყო ჯონ რასკინი ბრიტანეთში, რომელმაც პრერაფაელიტების საოცარი ხახატრობა და საოცარი ლიტერატურა ძალიანაკლები აქვს მათ. აი ეს გააცნო საზოგადოებას ბრიტანეთში და აი ასეთი არის ლერი ალიმონაკი, რომელმაც ტერენტი გრანელი გააცნო ქართულ საზოგადოებას. ის იყო პირველი, შეიძლება ითქვას, რომელმაც დაწერა საოცარი ესე, მას მარტო ესეც არ არის, ეს არის ლიტერატურული კვლევა. შეაგროვა მისი ნაწარმოებები სოფელ გზადაგზა დადიოდა და ფაქტობრივად მთელი სიცოცხლე მიუძღვა ტერენტი გრანელის კვლევას. წელს 85 წლის გახდა და ალბათ დროა რომ უფრო ჯეროვნად დაფასდეს მისი მეც ჩვენი მხრიდან ჩვენ კიდევ გიორგი ჭოინდელის პრემია მას წელს მე მახსოვს სადღაც ალბათ ვიქნებოდი 14 წლის ასაკში წავიკითხე ის წიგნი ტერენტი გრანელი, რომელსაც ლერი ალიმონაკის წინასწრება ჰქონდა და ჩემში აი ის შთაბეჭდილება რაც მაშინ მივიღე დღემდე მომყვება სრულიად ხელშეუხებელია. ტერენტი იყო ერთადერთი თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ერთადერთი მწერალი, ერთადერთი პოეტი უბრალოდ, რომელსაც არც ერთი ლექსი არც ლერინისტვის, არც სტალინისტვის და არც საბჭოთა კავშირისთვის არ უწყნია. არ არსებობს ესეთი ჩანაწერი. რა თქმა უნდა და პირველი მწერალი, ვინც დაწერა 20-იან წლებში, აი გამოსვლისთანავე დაწერა რეცენზია ტერენტი გრანელის კრებულზე იყო კონსტანტინე გამსახურდი. და სადაც ძალიან დადებითად და აღმატებითად შეაფასა ეს კრებული. ჩვენს თაობას ჭირდება ქრისტეს სახის ქრისტეს შემოხედვა ჭირდება. აი ეს თითქოს ქრისტეს სახე ვიყურებს ამ კრებულიდან. ასეთი შედარება იყო. ეს ძალიან ბევრს უმუშავია შემდეგ და მანამდეც იყო ერთი უბილავა ტერენტიზე, მაგრამ იმდენი რამდენიც გააკეთა ლერი ალიმონაკმა, მისი სახელის უკრავსაყოფად არცეც არ გაუკეთებია. სხვადასხვა რეზო ადამიანის ნახატები არაჩვეულებრივია ტერენტი გრანელზე, ასევე მისი პოპულარიზაციაში დიდი როლი შეასრულეს მერაბ გოსტავამ და ზვიად გამსახურდიამ, როცა ლექსები უძუნეს და ახლა კიდე უკვე ციკლია ზვიად გამსახურდიას თვარის ნიშნობაში არის ციკლი ტერენტი გრანელი. მე აი ასეთი ლექსიც მახსენდება. სწორედ ალბათ ტერენტი გრანელის სულიერ განწყობას ეს ლექსი ასახავს მასალკერად თვითის ხეულე თავი შენი ან თარგი მტრად სულიან სანთლად რადიმშვენე ვიდოდი თვით კოშკი როს ღრუბელ ბროლ თამშვენი დამეცაცით ამავსოწვით. საოცარი სურათხატები, ეპითეტები, შინაარსობრივი გადასვლები. მოკლედ ძალიან გამიოლეთ საქმე, არათუ გამიოლეთ იმოდენა სიამოვნებას მინიჭება, კენაღამ ჩემი ამპულად დავივიწყე კიდეც და გამოვეთიშე პროცესს. აბსოლუტურად დავრჩი მაყურებელი და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ტელემაყურებელი ძალიან დიდ სიამოვნებას მიენიჭებს აი ესეთი რაფინირებული, ძალიან შინაარსობრივ ემოციური, ცოცხალი სურნელის მატარებელი ამბების გაზიარება გახსენებით. მეც ბატონ ლერი ალიმონაკს მივულოცა
20 იუბილეს, მადლობას გადავუხდი ამ ყველა საქმიანობისთვის. პატარა სარეკლამო ჭრაზე უნდა გავიდეთ ჩვენ, სადაც ბატონი კონსტანტინეს სიტყვით გამოსვლა უნდა გაგიზიაროთ, რომელიც ლიტერატურულ კონკურს ფესტივალი ქუჯი 2025-ის სცენაზე დაჯილდოების ფინალურ ეტაპზე შედგა, თუმცა იქამდე პატარა ჩემი რეპლიკაც მინდა შემოგაშველეთ, როდესაც ბატონი კონსტანტინე საუბრობდა ბატონ მირაბზე და ზვიაძე, უცბად ყურთან ამიხმიანდა და სურათხატი წარმომიდგა სიორენ კირკეგორს შეში და თრთოლა, იქ ძალიან კარგი ტექსტია და იქ ერთგან ამბობს, რომ ბოლოს და ბოლოს პოეტების სახით სიყვარულსაც ხომ თავისი მოძღვრები ყავსა. დიახაც მირაბიც და ზვიადიც იყვნენ ის მოძღვრები, რომლებიც არამხოლოდ სიყვარულს, სამშობლოს და ადამიანში სულის ვერტიკალურ მედროშეობას ფარველობდნენ, აძლიერებდნენ და დიახაც ჩვენამდე მოიტანეს ეს ყველაფერი. ეს არიან აპოლოგეტებიც და ადვოკატებიც სიყვარულის. ნამდვილად. ასე რომ ახლა ჩვენ დააგტოვებთ აი ამ საინტერესო ვიდეოფილმთან, სადაც თქვენ შეძლებთ მოისმინოთ ბატონი კონსტანტინეს სიტყვით გამოსვლა. ადამიანი, რომელიც ახლავს სურს თქვენს წინაშე წარმატგინო, მან მემკვიდრეობით მიიღო ფილოლოგიის ცოცხალი სიყვარული. ადამიანი, რომელსაც ბავშვობიდანვე ჰქონდა ლიტერატურასთან ცოცხალი შეხების ფუფუნება. სცენაზე ვთხოვ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს ბატონ კონსტანტინე გამსახურდიას. მოგესალმებით, პატივცემულო საზოგადოება, ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო მეგობრებო. ლიტერატურული ფესტივალს ქუჯი აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი კულტურული, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი როლი, განსაკუთრებით რეგიონული და ახალგაზრდა ავტორების მხარდაჭერა და მისი მნიშვნელობა შეიძლება რამდენიმე ძირითად მიმართულებად დაიყოს. პირველი, ახალბედა ავტორების მხარდაჭერა. ფესტივალი აძლევს სივრცეს და ბიძს მათ, ვინც პირველად ცდილობს ლიტერატურულ სამყაროში შეღწევას, მონაწილეებმა, რომლებიც ხშირად არ არიან ფართო აუდიტორიისთვის ცნობილნი. აი აქ შესაძლებლობა აქვს წარადგინონ თავიანთი ლექსები, მიიღონ პროფესიული შეფასება და გაიმარჯვონ. ახლა რა შედეგი გვაქვს ჩვენ აქედან? ახალგაზრდა ავტორები არჩევიან ჩრდილში, ისინი ხდებიან ხილულნი და აქტიური მონაწილენი ქართულ ლიტერატურულ სივრცეში. მეორე, რეგიონული ლიტერატურული ცენტრების გაძლიერება. ეს გულისხმობს ფესტივალის გამართვას სამეგრელოს სამ ქალაქში, ზუგდიდი, სენაკსა და წალენჯიხაში, რაც ამყარებს იდეას, რომ კულტურა და ლიტერატურა მხოლოდ დედაქალაქთან არ უნდა იყოს დაკავშირებული. სამეგრელო, როგორც ისტორიულად მდიდარი რეგიონი, ხდება თანამედროვე ლიტერატურული პროცესის ნაწილი. პრეზიდენტი გრანელის სახლ-მუზეუმში ვიზიტი აჩვენებს, როგორ ერწყმის ერთმანეთს წარსული და აწმყო. შედეგი, ლიტერატურა აღიქმება როგორც უწყვეტი პროცესი, სადაც მემკვიდრეობაც ფასდება და ახალი ხედვებიც ყალიბდება. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, ძვირფასო მეგობრებო, მხოლოდ წიგნსაცავი არ არის. როგორც მუზეუმი და არქივი, ამავდროულად იგი ისტორიული და კულტურული მეხსიერების შენახვას უწყობს ხელს. როგორია ჩვენი მიმართება ქართულ ენასთან და საერთო ქართველურ ენებთან? მეგრულთან, სვანურთან, წოვათუშურთან, ისეთი როგორიც ჰქონდათ ახალი ეპოქის კონცეპტუალისტ მწერლებს, მაგალითად კონსტანტინე გამსახურდიას და ალექსანდრე აბაშელს, მეცნიერებს, მაგალითად თედო სახოკიას, სიმონ ჯანაშიას, აკაკი შანიძეს, ტოგო გუდავას, თამაზ გამყრელიძეს, არნოლდ ჩიქობავას. აქედან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა ხარს უჭერს ფესტივალ ქუჯის. დაასკვნის სახით მინდა ვთქვა, ქუჯი მხოლოდ ლიტერატურული კონკურსი არ არის, ეს არის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს რეგიონს, ახალ ავტორებს, კითხველებს და ქართულ ენაზე, ასევე საერთო ქართველურ ენაზე მწერალთ. მისი მნიშვნელობა ვლინდება იმაში, რომ იგი ქმნის სივრცეს ახალი ლიტერატურული ხმებისთვის და აძლიერებს ქვეყნის კულტურულ მრავალფეროვნებას.
მე მინდა წარმატება უსურვო ფესტივალს და ისურვოთ ასევე ნაყოფიერი სასიამოვნო საღამო. დაბლობს. მადლობა. კუჯის დრო აგრძელდება და გაგრძელდება მანამ, სანამ იქნება ლიტერატურა, სანამ იქნება ხელოვნება, კულტურა, სანამ იქნებიან ესეთი საოცარი ადამიანები, რომლებიც ყველაზე მთავარ ფასეულ ღირებულებაზე ჩვენს სულიერ კვებით, ასე რომ ვთქვათ, რაციონზე ასე ეფექტიანად ზრუნავენ. ჩვენ საწყის ეტაპზე ვახსენეთ ბატონ კონსტანტინეს რეგალიათა შორის ერთ-ერთი მთარგმნელობით საქმიანობა და ბატონ კონსტანტინე, როგორც ვიცით, თქვენ უკვე ამზადებთ მე-19-21 საუკუნის გერმანულ ენოვან მწერალთა პოეტთა გამოვიდა უკვე კეთილი. პრეზენტაცია ხომ არ ყოფილა, ან თუ იქნება და აი ამ დეტალებთან და თვითონ წიგნთან მიმართებით ცოტა უფრო შინაარსობრივი ექსკურსია გამოვიდა. გერმანულენოვანი პოეზია მე-19-21 საუკუნეებისა, აქ არიან გერმანელი, ავსტრიელი და შვეიცარიელი ავტორები. იწყება გოეთეთი, პირველი ავტორი არის გოეთე და სხვა შორის გოეთე არის გამოსახული წიგნის სუპერზე. ყდაზე და ბოლო ავტორები არიან ჯერაც ცოცხალი ორი ავტორია, ერთი ეს არის ვოლფ ბირმანი, რომელიც იყო გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ჯერ კიდევ დისიდენტი და ახლა ცოცხალია და მე შევხედრი ვარ მას. და მეორე არის ნობელის პრემიის ლაურეატი პეტერ ჰანდკე. ესენი ბოლო ავტორებია, ორი ცოცხალი ავტორია. ერთი კიდევ იყო ახლახანს გარდაცვლილი ჰანს მაგნუს ენცენცბერგერი. ესა გერმანელი ავტორია. მე შევეცადე, რომ ავტორების რაოდენობა დაკავშირებული ყოფილიყო ჟანრობრივ, ასე ვთქვათ, მრავალფეროვნებასთან, იყო კლასიკა, რომანტიზმი, იმპრესიონიზმი, რეალიზმი, ასე ვთქვათ, კიდევ სხვადასხვა ჟანრებია, რომელიც მნიშვნელოვანია გერმანულ, ავსტრიულ თუ შვეიცარიულ ლიტერატურაში. ალეატორიკა თუ სხვა. აქ შესაბამის ავტორები შერჩეულია სწორედ ჟანრებთან დაკავშირებით, მაგალითად ასეთია მაგალითად რაინერ მარია რილკე, ფრანც ვერფელი, ედუარდ მერიკე, ფრიდრიხ ჰელდერლინი ხო, ეს არის რომანტიზმი, ოღონდ რომელშიც ძალიან დიდი როლი აქვს საბერძნეთის, ასე ვთქვათ, აღორძინებას, ძველი საბერძნეთის და ბიბლიურ თემატიკის წარმოჩენას, ხო, ტიტანიანი ტექსტებია საკმაოდ. ეს 350 გვერდია ეს წიგნი. თანამედროვე დისკურსები, დისკურსული პოეზია, რომელიც აი რაღაცით საუბს ენათესავება, ან აბსტრაქტულ მსჯელობას, ან რეზონიორობასაც მოგვაგონებს. ესენი არიან მაგალითად მარი ლუიზე კაშნიცი, იქნება ინგებორგ ბახმანი, პაულ ცელანი მაგალითად, ხო ეს ცნობილი სიკვდილის ფუგა, რომელიც რამდენიმე ქართველ ავტორს აქვს მცდელობა მისი თარგმნისა. ამ სიკვდილის ფუგის, კიდევ ბევრი, საერთო ჯამში 36 ავტორი. ძალიან საინტერესო. პრეზენტაცია თუ იგეგმება და მკითხველს როდის შეიძლება უშუალოდ ამ წიგნთან შეხვედრა და რა თქმა უნდა იქნება პრეზენტაცია და შესაძლებლობა ექნებათ რომ აიღოს წიგნი იქნება დალგებული და ეს წიგნი გაყიდვაში არ არის ნამდვილად ჯერჯერობით არ არის, თუმცა მე მაქვს და სასაჩუქრე ეგზემპლარებადაც საკმაოდ დავარიგე. იმეც ვიტოვებ, რომ ჩვენ არ გამორჩებით ამ პრეზენტაციას და თავს მივცემ უფლებას. რა თქმა უნდა არ გამორჩებით. ვიქნები ზედმიწევი ცოტათი ეგოისტი და ვიბრძოლებ ამ წიგნის დასაკუთრებისთვის, იმიტომ რომ არაფერია წიგნთა მოძღვრებაზე უდიდეს ღირებულება, როგორც ჩვენი დიდი მეფე დავით აღმაშენებელი წერდა და საუბრობდა. ძალიან დიდი მადლობა თქვენ აი ესეთი მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის. იქ გოეთესთან ფაუსტში მახსენდება სისხლის ფუნქციურ როლზე მნიშვნელობაზე ძალიან დიდი ხაზგასმა და განსაკუთრებული სითხეა, მეფისტოფელი ამბობს. მეფისტოფელი, დიახ და მე ახლა იმის თქმა მინდა რომ ჩემთვის ნამდვილად არ არის
განცვიფრების ან რაღაც გაკვირვების წინაპირობა თქვენი ეს მრავალწახნაგოვანი ეს ფილოსოფიური კონტექსტების საქმიანობა, ერუდიცია, შინაგანი ემოციური ინტელექტი, იმიტომ რომ თქვენ სისხლში ზვიად გამსახურდია და ამიტომ მე ფაქტობრივად კონსტანტინე გამსახურდია და ფაქტობრივად ამ მიღმურ ტრანსცენდენტურ კავშირს და ემოციურ მასს უგრძნობ. არ ვიცი მაყურებელი რამდენად იგრძნობს, მაგრამ ვტკბები აი ამ სიამოვნების მინიჭებით. მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ და გადაცემის ბოლოსთვის კიდევ ერთხელ ბატონო ბესო, ქუჯის როგორც ვიცი, თქვენ თქვით რომ უნდა გავაერთიანოთ ქართული მწერლებიო და ქუჯი ცოტა მეტად ამბიციური და შორს მჭრეტი გამოდგა და ახლა ლატვიურ მწერლებსაც გადაწყვეტა და როგორც ვიცით, გეგმებში თქვენ მონახაში გაქვთ ლატვიური, ასე რომ ვთქვათ, მწერალთა საზოგადოების მასპინძლობა. აი ორიოდე სიტყვით რომ გაგიმართება გაიმართება ქუჯი 2026-ის დაჯილდოება ამჯერად სუგდიდში და ჩვენ როგორც წინათ აღნიშნეთ წინა გადაცემებში პირველი შემთხვევა იყო რომ საერთაშორისო გავხადეთ ეს ჩვენი კონკურს ფესტივალი და ამჯერად ვეპატიჟებით აქეთ ლატვიელ სტუმრებს რა თქმა უნდა დაესწრება ბატონი კონსტანტინეც ამ ღონისძიებას და ამ ორ ერს შორის ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდება ჯერ ლიტერატურულად და მერე უკვე ალბათ სავსებით შესაძლებელია რომ სახელმწიფოებს შორის იმიტომ რომ ბალტიისპირებთან 90-იან წლებში ჩვენ არაჩვეულებრივი ურთიერთობა გქონდა და ფაქტობრივად ერთდროულად გამოცხადდა საქართველოსი და მათი დამოუკიდებლობა და პირველ პრეზიდენტს აქტიური ურთიერთობა ჰქონდა იმ ქვეყნის პრეზიდენტებთან. აი ეს არის რაც შეგვიძლია გითხრათ და მერე უკვე აი საჯარო ბიბლიოთეკასთან ერთად ყოველ შემოდგომაზე ჩვენ ვატარებთ ქართველური ენების კონკურსს. ну ამჯერად ვერ ვატარებთ ამ ეტაპზე სვანურს, თუმცა საომავლოდ გეგმავთ რომ მეგრულს დავუწოთ სვანურის და ერთად ჩავატაროთ და ასევე არის ძალიან საყურადღებო ენა, ეს არის წოვათუშური, რომლის პოპულარიზაციისთვის, განვითარებისათვის მეტია გასაკეთებელი. ეს შეიძლება ქართველურ ენათა ოჯახს არ მიეკუთვნება, მაგრამ ნაწილობრივ შეიძლება ნაწილობრივ და ბევრი ქართული პატრონი ჩვენ ვართ. ბევრი ქართული სიტყვა იქ, რა თქმა უნდა, ეს ნახურ ოჯახს, ეს ენა როგორც ჩანს საზიაროა ჩვენი და ნახური ოჯახის. აი ქართულიც არის, საკმაოდ ძლიერი ქართული პლასტიცაა იქ და რა თქმა უნდა ნახური. ინგუშების და ჩეჩნების ენა იგულისხმება. მაგრამ საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ ეს. ამიტომაც ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და თუ ვამთავრებთ გადაცემას, მაშინ სიმბოლური იქნება აუცილებლად ბატონი ზვიად გამსახურდია სიტყვებით დავასრულოთ. კეთილი, გისმენთ. მაშინოთ ჩვენი ტაძარი ქვაზე, ბნელში სვდომთ ყლავაც აუნთოთ ყვარი და მიგვიწოდეს ეკლიანი გზაზე წმინდა გიორგი და ნინოს ჯვარი. ყველა ეპოქას აქვს დარგოლებები, ყველა ეპოქა არსებობს რაღაცა ლაფსუსებიანი, მაგრამ თუ ჩვენ მოწოდების სიმაღლეზე ვიქნებით და ერთმანეთი გვეყვარება, ისე როგორც ზვიასა და მერაბს უყვარდა, როგორც ბათუდანელი ამბობს თავის ლექსში, მაშინ ყველაფერი უკეთ იქნება. ძალიან დიდი მადლობა თქვენ, ორივე თქვენგან, ძალიან შინაარსიანი, ემოციური, ცოცხალი, რაც თავარია ქართული ლიტერატურული საუბრებისთვის. ჩემს ტელემაყურებელს, ჩვენს ტელემაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ თქვენ თვალყურს ადევნებდით ლიტერატურულ შემეცნებითი გადაცემას ქუჯის დროა, რომელიც ყოველ შაბათს 21 საათზე ტელეკომპანია ქართული საეთერო ბადეში თქვენ შეგიძლიათ იხილოთ. ჩვენი სტუმრები იყვნენ ბატონი კონსტანტინე გამსახურდია, ბატონი ბესო გვაზავა, ასე რომ გემშვიდობებით დროებით მომავალ ქუჯიმდე.